ოჩამჩირის რაიონიდან ვიცნობდი ვალიმერ ბუდბას. ერთი თვის უკან მაგან შემომთავაზა რუსებს უნდა შევხვედროდი. ზუსტად დათქმულ დროს შევხვდი რუს ჯარისკაცებს, იგორ ვლასოვსა და სერგეი კუზმინს, დათქმულ ადგილას. და მაგას პირველად დამიწყეს ლაპარაკი სულ ჩვეულებრივ თემაზე ვლაპარაკობდით. ჩვეულებრივ თემის მერე მათ მითხრეს, ერთი საქმე გვაქვს თქვენთანო სერიოზულია და შეგიძლიაო მაგ საქმისო გაკეთებაო. მე უთხარი რა საქმე არის, მითხარით მე უთხარი და თვითონ მითხრეს მერე. ასეთი ამბავი არისო, ბომბი უნდაო გადაიტანო საქართველოს ტერიტორიაზეო. და იქ დადებო ამ ბომბსო მითხრეს და თანხა მითხრეს 3000-დან 5000 ამერიკულ დოლარამდე. მე დავთანხმდი. ამ საქმეს დავთანხმდი. თანაც მითხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რომ გადმოვიტანდი, დათქმულ ადგილას რომ დავდებდი მაგ ბომბს, კაცებსო მოხსნიო და ჩვენ რო დავწმუნდეთო, დრო გაქვსო, რომ უცბად არაფერს გდებაო ესაო. 15-20 წუთი მაინც დრო გექნებაო. ამას რომ მოხსნიო კაცებს, ჩვენ რო დავწმუნდეთ ამ კაცებზე წამოგიღებო აქითო. მოგესალმებით. დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ აღკვეთილი იქნა ტერორისტული აქტის განხორციელების მორგი მცდელობა. სამართალდამცავების მიერ სამეგრელოს რეგიონში დაკავებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია. დაკავებულ პირებს თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუნებელყოფა წყლის ჭავლიანი სპეციალური დანადგარით. როგორც დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, მათ ტერორისტული აქტის განხორციელება დაუკვეთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აგრძელებს ძიებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით. მადლობთ.